მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2025 წელი ამოცანა ნომერი 30. თანაბრად ბრუნავი ცილინდრების დამაკავშირებელი ღვედზე მონიშნულია A-ო, როგორც ნახატზე გვაქვს მოცემული და რომელი გრაფიკი გამოსახავს თვისებრივად A-ის აჩქარების მოდულის დამოკიდებულებას დროზე უეკითხებიან. ამას დაგვითხრეს, რომ ღვედი ცილინდრებზე არ სრიალებს და საწყისი მომენტი ნახატზე გამოსახული მომენტი ჩათვალეთო. კარგით, ესე იგი რა გვაქვს, მოდით შევხედოთ, გავადიდოთ ეს სურათი. საწყის მომენტში, აი აქ, საწყის მომენტში აი A-ში იმყოფება, ტეოდრის მომენტში დავაძევოთ. და აი ამ წერტილს თუ დავარქვით პირობითად, ეს იყოს პირველი წერტილი და აი ეს იყოს მეორე წერტილი. ახლა ტეოდრის ნული მომენტიდან სხეული როცა დაიწყებს მოძრაობას, პირველიდან მეორე მონაკვეთში, რადგანაც გვითხრეს, რომ სხეულიო თანაბრად ბრუნავსო, ხო? თანაბრად ბრუნავი ცილინდრების დამაკავშირებელი ღვედი გვაქვს. შესაბამისად, პირველ და მეორე მონაკვეთში სხეულის აჩქარება A ტოლი იქნება 0-ის, ხო? შემდეგ მეორე, აი აქ რომ მოვა უკვე მეორე წერტილში, მეორე წერტილიდან, აი აქ მესამე წერტილი იყოს ეს. რადგანაც უკვე მეორე წერტილი და მესამე წერტილში წერტილის რკალზე იწყებს მოძრაობა, შესაბამისად, აი ამ წერტილში მაგალითად აჩქარება იქნება ამ წერტილის რკალის ფხების გასწვრივ, წერტილის ფხების გასწვრივ, აი აქ რომ მოვა ასე იქნება მიმართული სიჩქარე, აქ რომ მოვა ასე იქნება მიმართული. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სიდიდით არ გვეცვლება ეს ჩვენი სიჩქარე, მიმართულებას იცვლის. თუ მიმართულებას იცვლის, მაშინ ამ სხეულს აჩქარება უჩნდება, ცენტრისკენული აჩქარება. მაშინ პირობითად თუ მოდით აი ეს რადიუსი იყოს r დიდი, ნუ აი ეს პატარას რადიუსით შემოვიტანოთ, მოდით ეს იყოს r პატარა. და დავწეროთ, ესე იგი მეორე მესამე უბანზე რა გამოგდის? მეორე მესამე უბანზე A1 დავარქვათ, A1 გამოგდის, ცენტრისკენული აჩქარება v კვადრატი შეფარდებული r-დთან. შემდეგ მესამე უბნიდან, აი მესამე უბანი, აი რო გადავა, მესამე უბნიდან აი მეოთხე იყოს აქ, მეოთხე უბანი. მესამე უბნიდან მეოთხე უბანზე ის წრფივად და თანაბრად გააგრძელებს მოძრაობას, შესაბამისად, რადგანაც სიჩქარის არც მიმართულება, არც დიდი არ გვეცვლება და დება აჩქარება 0-ის ტოლია, შესაბამისად, მესამე მეოთხე უბანზე ისე 0 გვაქვს აჩქარება. და მეოთხე პირველ უბანზე დავწეროთ A2 დავარქვათ, A2 ტოლი იქნება უკვე v კვადრატი შეფარდებული r პატარასთან. ეხლა გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს v კვადრატის და r-ის ეს მუდმივია, კონსტანტაა. ვეც მუდმივია და რადიუსი არ გვეცვლება. შესაბამისად, A1 მუდმივი აჩქარებაა და A2-იც მუდმივი აჩქარებაა, კონსტანტა. და ეხლა დავიწყოთ. ეხლა რადგანაც მუდმივი არის, კონსტანტები არის 1 და 2-ის, დანარჩენი კიდე ნულები. შესაბამისად, დამოკიდებულება აჩქარებასა და დროს შორის უნდა იყოს წრფივი. აქედან გამოგდის, რომ b პასუხი, g პასუხი და e პასუხი გამოგვერიცხა და დაგვრჩა A ვარიანტი და d ვარიანტი. მოდით შევხედოთ A ვარიანტს. მართლაც რო დავაკვირდებით დროის საწყის მომენტში, აი აქედან აქამდე, აი ეს უბანი აჩქარება 0-ია. ეს შეესაბამება პირველ მეორე მონაკვეთს. შემდეგ ყისიერად აჩქარება უჩნდება ამ ჩვენს სხეულს, ცენტრისკენული, აი ეს აჩქარება და სწორედ აი ეს წერტილი წარმოადგენს ამ შემთხვევაში A1-ს. შემდეგ ისევ, ესე იგი, აი ეს მონაკვეთი არის მეორე მესამე მონაკვეთი, ხო? მესამე მონაკვეთი. შემდეგ მესამე მეოთხე მონაკვეთში, ანუ აი აქ, ეს უკვე მესამე მეოთხე მონაკვეთია. აი აქ ისევ 0 უხდება და შემდეგ ეზრდება ისევ აჩქარება და აი ეს უკვე A2 არის, A2 უხდება და მე ისევ იგივე პროცესი პერიოდულად მეორდება. ეხლა შევეკითხოთ და გავიჩნდეს, აბა რა მაინც და მაინც აი ეს მონაკვეთი არის A1 და რა მაინც და მაინც A2. საქმე ის არის, რომ თუ დავაკვირდებით, გამომდინარე იქიდან, რომ r დიდი ნაკლებია, მეტი არის r-ზე, აქედან გამომდინარეობს, რომ A1 მაშინ ნაკლები იქნება A2-ზე. რატო? იმიტომ რომ A1 უფრო დიდ რიცხვზე იყოფა, ვიდრე A2. v კვადრატები იგივე აქვს და შესაბამისად A1 თუ უფრო დიდ რიცხვზე იყოფა, მაშინ უფრო პატარა სიდიდეს მივიღებთ. ამიტომ A1 A2-ზე პატარა გამომდის, ხო? და სწორედ ეს აქვს აქ მინიშნული. აი ეს ვარიანტი და ეს A1 A2-ზე ნაკლები არის. რაც სამართლიანი არ არის, მაგალითად d შემთხვევისთვის, აი ეს A1 შესაბამისი წერტილი არის აი ეს A1 და აი ეს არის უკვე A2, ხო? ეს არის A2. ანუ ახაზიდან ხედავ, რომ A1 A2-ზე მეტი არის, რაც აბსურდი არის, რადგანაც r დიდი მეტია r-ზე.
შესაბამისად, პასუხი გამოგვდის A.